მოგესალმებით, ანა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს კომისია არის ეგრეთ წოდებული და ეს კომისია არის არალეგიტიმური, იმიტომ რომ ეს კომისია მოგეხსენებათ შექმნილია იმ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, რომელი არალეგიტიმური პარლამენტიც მხოლოდ და მხოლოდ ოცნების მიერ არის აღიარებული. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ოცნება მიიტაცა არაკონსტიტუციურად ქართველი ხალხის არჩევანი და შესაბამისად ამ არალეგიტიმურ პარლამენტს, რომელსაც არ აღიარებენ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არ აქვს ლეგიტიმაცია და არალეგიტიმურ პარლამენტს შესაბამისად არ შეუძლია შექმნას ნებისმიერი კომისია, იქნება ეს დროებითი კომისია თუ სხვა და აქედან გამომდინარე არალეგიტიმურია ეს კომისია. და ყველაფერს თავი რო დავანებოთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი კანონისმიერი განსაზღვრულია პირდაპირ მოქმედი კანონმდებლობით და კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ კომისიის შექმნის საფუძველი უნდა იყოს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს თანამდებობის პირის ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩამოთვლილია კიდევ სხვადასხვა საფუძვლები. ეს საფუძვლები ოცნებისთვის ცნობილი იყო, მოგეხსენებათ 13 წელზე მეტია და არანაირი კომისია მათ არ შეუქმნიათ. ეს მეორე არგუმენტი. მესამე არგუმენტი. დროებითი საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის როლი გადამწყვეტია. გულისხმობ იმას, რომ კონსტიტუციის 52 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად აუცილებელია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს იქ ნახევარი მაინც. კი, მესმის, ანუ ბატონზაზა, თქვენ აქცენტს აკეთებთ ახლა თვითონ კომისიის რაობის შესახებ. ამაზე ბევრჯერ მოусმენია ჩვენს მაყურებელს ეს თქვენი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების შეფასება ცნობილია, მაგრამ ვითარება არის ის, როგორიც არის, ხო? ჩვენ ზოგი მიდის ამ კომისიაზე, ზოგი არ მიდის, ყველას აქვს რაღაც თავისი мотиваცია, ჩვენ ნახეთ სამხედროები რაზე რის შესახებ. ეს გასაგებია ყველაფერი. საუბრობდნენ. კი, შეფასების საფუძვლები მესმის, ბატონზაზა, თუ შეგიძლიათ აი დროის ფაქტორიდან გამომდინარე უშუალოდ საკითხზე რომ გადავიდეთ, საკმაოდ საინტერესო შემთხვევა იქნება, იმიტომ რომ გახარიას დაბარება ნიშნავს, რომ ოცნების მოქმედი წარმომადგენლები ილაპარაკებენ დიდი ალბათობით ხო საკითხებზე, რომელიც მათივე მმართველობის პერიოდში შესაძლო კითხვის ნიშნის შემცველ დანაშაულებს თუ გადაცდომას უკავშირდებოდეს. ჩემი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ აღწერილობითი ნაწილი არ გავაცანი საზოგადოებას, ისე დასკვნითზე ვერ გადავალ და სამოტივაციოზე ვერ გადავალ. ამიტომ ეს მომიტევეთ ჩემი აღწერილობითი ნაწილი, რომელიც ახლა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევთავაზე, მაგრამ მე მგონი ამაშიც რომ უფრო მეტი ნათელი წერტილები შევიტანოთ და ნათელი შევიტანოთ, მე მგონი საზოგადოებისთვის უკეთესი იქნებოდა. და მე აქ ჩამოთვალე სამი მიზეზი, ანუ სამგზის არაკონსტიტუციურობა და არალეგიტიმურობა ამ ეგრეთ წოდებული კომისიის და ამ კომისიას აუცილებლად შემაჯამებლად რომ ვთქვათ, აუცილებლად მოუწევს ნამდვილი კომისიის წინაშე წარდგენა, თუ ესე კიდევ გააგრძელებენ. მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ, თქვენი კითხვა იყო მთავარი იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია თუ არა რომ გახარიას იქ მისვლა ამ კომისიას, ამ არალეგიტიმურ კომისიას ფაქტობრივად ეს რა თქმა უნდა გახარიას გადასაწყვეტია, პირადად მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მივა თუ არა ამ კომისიაზე. კიდევ არ არის გადაწყვეტილება ამ საკითხზე, იმიტომ რომ წინა კვირიდან რაც შეიქმნა კომისია, ისმებოდა ეს კითხვა, რომ რაღაცნაირად მე მაგალითად როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს და ჟურნალისტს მქონდა განცდა, რომ რაღაცნაირად გახარიას მოახვედრებდა ამ კომისიას გამოკითხვაზე ქართული ოცნების მოქმედი ხელისუფლება. მართალია ნაციონალური მოძრაობის პერიოდის შემსწავლელია, მაგრამ ჩვენ ნახეთ როგორ გაახანგრძლივა შესწავლის პერიოდის შემდეგ წულუკიანმა და მისმა კომისიამ. ხო შეუძლებელია რომ განხილული არ იყოს ბატონზაზა ეს საკითხი. ამიტომ მინდა ვთქვათ გიორგი გახარია, არა მესმის გავიგე ანა. გიორგი გახარია როგორც თქვენთვის ცნობილია, მე მგონი ცნობილია, გიორგი გახარია უკვე მეორე კვირა იმყოფება ბრიუსელში და შესაბამისად ის საქართველოში არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამ კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ თუ მე მეკითხებით, თქვენ რას ურჩევთ? აი თქვენ ზაზა თავაძე რას ურჩევთ გახარიას? დიახ, გამოცხადდეს თუ არა ამ კომისიაზე, მე სხვა არაერთ
არაერთ ეთერშიც მithქვია, მე პირადად ამ არალეგიტიმურ კომისიაზე გამოცხადდებოდი, იქვე მივახლედი მათ, რაც აქ ჩამოგითვალეთ ახლა იმ მიზეზებს, თუ როგორ არიან ისინი არალეგიტიმურები, როგორ დგავენ ისინი შოუს და ესეც უნიჭოდ გამოდით და იქვე აუხსნიდი იმას ყველაფერს და იქვე დავამთავრებდი ამ კომისიას, ესე ვთქვათ, მათთან გამოცხადებით და ნუ ეს იქნებოდა მათთვის ამ კომისიისთვის დასასრული. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი გახარიას გადასაწყვეტია ის გამოცხადება თუ არა პირადად ამ კომისიაზე. ეს კომისიისთვის დასასრული იქნებოდა. შეიძლება გახარიასთვის გახდეს რაღაცის დასაწყისი, რაღაც კონკრეტული საქმის. გიორგი გახარიას, ნახეთ ახლა იბარებენ ამ უწყების შესაბამისად, რომელიც მან გაუგზავნეს მის ოჯახს და ჩაიბარა მისმა ოჯახმა, იბარებენ 20 ივნისთან დაკავშირებით და ხო წარმოგიდგენიათ ახლა გიორგი გახარიას, როდესაც წულუკიანის კომისია, სადაც ისეთი ოდიოზური ფიგურებია წარმოდგენილი და დაკომპლექტებული ისეთი ოდიოზური ფიგურები შედგება, უბრალოდ სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას საერთოდ დაბარებაც კი გაბედეს, მაგრამ მე მგონი თვითლიკვიდაციას აცხადებენ გიორგი გახარიას დაბარებით და ამიტომაც გააკეთეს ეს, რაც გააკეთეს. ასე რომ დაველოდოთ ჩვენ მოვლენების განვითარებას, გიორგი დაბრუნდება საქართველოში და ის მიიღებს პირადად გადაწყვეტილებას გამოცხადება თუ არა ამ არალეგიტიმურ კომისიაზე და დაამთავრებს თუ არა ამ კომისიას, იქვე მისი მისვლით დანარჩენს ნახავთ. ბატონ ზაზა, თქვენი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ერთ-ერთ ეთერში თუ არ ვთქვი ბერდიას სიჭინავა ამბობდა, რომ აბა გაბედონ და დაგვიბარონო. ასეთი აქცენტი ჰქონდა. თქვენც იზიარებთ ამ სულის, თუმცა უკვე დაბარებულია გახარია, მაგრამ აქ ჩანს ერთი რაღაც, რომ გახარიას და ეს იცის ყველა მისი თანამდებობებიდან გამომდინარე, რომ მას გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ოცნების რიგითმა წევრმა, ხო? ეს ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება გარკვეულწილად იყოს კიდეც შანსი, რომ კიდევ უფრო მეტი თქვა 20 ივნისზე გახარიამ, ვიდრე აქამდე თქვა, იმიტომ რომ ეს კითხვების ნაწილი შეიძლება რჩებოდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კონკრეტულად ამ დღესთან დაკავშირებით. იგივე გაცემული ბრძანების და სხვა კუთხით. ამაზე რა სიტყვით? თქვენ მე გაგახსენებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა აგრძელებენ კიდევ ივანიშვილის სამსახურში ყოფნას და ამ ივანიშვილის დასში ყოფნას, ის ადამიანები გახარიას დანახვაზე სამინაბიჯით უკან იწევდნენ ხოლმე და მისი დანახვის ლანდისაც კი ეშინოდათ. ესე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას ქებაში იყვნენ 24 საათი და გაგახსენებთ იმ ცნობილ ფრთოსან გამონათქვამებს. ნუ არ მინდა ახლა ამიტომაც საკმაოდ საინტერესო სურათი იქნება გახარია წოლუკიანის პირისპირ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიამ გახარიას დაბარებით რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ აბა გაბედონ ნაწილში ფაქტობრივად ლიკვიდაცია გახარია ლიკვიდაციას უანონსებს ამ კომისიას? გახარია დაამთავრებს ამ კომისიას. მე გაძლევთ ამის გარანტიას, რომ გახარია თუ ამ კომისიაზე გამოცხადდება დაამთავრებს ამ კომისიას. მადლობა, დიდი მადლობა ბატონო ზაზა, დაგემშვიდობებით. ზაზა თავაძე, გახარია საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელი საუბრობდა ჩვენს ეთერში.